მოგესალმებით, ეთერშია დღის ქრონიკა COVID-19 ოთარ დათიშვილთან ერთად და ვსაუბრობთ მხოლოდ ახალ კორონავირუსზე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული ინფრასტრუქტურით, პროფესორ მასწავლებელთა აქტივობებით და მოხალისე სტუდენტებით ქვეყანას COVID-19-ის დამარცხებაში ეხმარება. დეტალებზე სასაუბროდ შემოგვიერთდებიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი-ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის პროფესორი მაია ხერხეულიძე და ჩვენი პირველი სტუმარი უკვე ხაზზეა, შემოგვიერთდა ბატონი ზურაბ ვადაჭკორია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი. ბატონო ზურაბ, მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი ამ გადატვირთულ გრაფიკში. ბატონო ზურაბ, საღამოშვიდობის. ბატონო ზურაბ, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით ალბათ ყველაზე რთული ამოცანის წინაშე და გამოწვევის წინაშე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დადგა და ამ გამოწვევას ჰქვია მედიცინის ონლაინ სწავლება. როგორ გადაჭერით ეს პრობლემა და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? მართლა ვზანებთ, ონლაინ სწავლება მედიცინის საკმაოდ რთულია და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორების სასახელოდ ძალიან მოკლე ვადაში, სულ რაღაც 2-3 კვირაში გადაწყვეტილების მიღებიდან ჩვენ ეს შევძელით და მინდა აგრეთვე მადლობა უთხრა ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც ძალიან მოტივირებულები არიან და თავიანთი აქტივობით, ისინი ძალიან აქტიურად ესწრებიან ამ ონლაინ სწავლებებს. შეიძლება ასე ვთქვათ, ტონუსში ყავთ ჩვენი პროფესორები. ჩვენ ამ ყოველდღიური ინფორმაცია გვაქვს მეცადინეობების მიმდინარეობის შესახებ და მიხარია, რომ თითოეულა ვთქვათ შენიშვნის თუ სტუდენტებისგან შენიშვნის თუ სხვა ვთქვათ ნაკლის გამოვლინების გარდა, რომელიც მაშინვე სწორდება რამდენიმე დღეში, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს და მინდა გაითვალისწინოს კიდევ საზოგადოება მის, რომ ჩვენს უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 72 ქვეყნის მოქალაქეები სწავლობენ და ჩვენი საერთაშორისო სტუდენტებიდან 1000-ზე მეტი დღეს მეცადინეობებს ესწრება საქართველოს ფარგლებს გარედან თავიანთი ქვეყნებიდან. ბატონო ზურაბ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ გარდა აი ამ აქტივობისა, რაც ონლაინ სწავლებას შეეხება, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა აქტივობებით, რა თქმა უნდა, COVID-19-თან ბრძოლაში, თუნდაც მოხალისეებად არიან ისინი სხვადასხვა კლინიკებში. აი ამ თემაზეც რომ გვესაუბროთ, თუ შეიძლება. ბუნებრივი ახალგაზრდული შემართების გარეშე ასეთი საფრთხის წინაშე დგას დღეს მსოფლიო საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა სტუდენტები ძალიან აქტიურები არიან. სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 50 სტუდენტი, ჩვენი და რეზიდენტი მუშაობს, რასაც მუშაობა ქვია, სამსახური აქვთ იქ და ამის გარდა ჩვენი სტუდენტები მუშაობენ ძალიან ბევრ კლინიკებში თბილისის და როგორც წესი, ძირითადი ნაწილი მათი დაახლოებით 400-ზე მეტი სტუდენტი არის მოხალისე, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, თავის წვლილი აქვთ, რომ საზოგადოებას არიდონ ეს დიდი ხიფათი. მათ ნახავთ ძალიან ბევრ კლინიკაში, მათ ნახავთ საკარანტინო ზონებში, მათ შექმნეს სპეციალური მოძრაობა თსსუ ზრუნავს და ქველმოქმედებასაც კი ეწევიან ჩვენი მოსახლეობის დაუცველი სოციალურად დაუცველი ფენებისათვის. ბატონ ზურაბ, ასევე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაზე უნდა გკითხოთ, ყველამ ვიცით, რომ ფრონტის ხაზზეა ეს კლინიკა, ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში, ასევე დაავადებულთა ძალიან დიდი პროცენტი მძიმე პაციენტების მკურნალობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. აი თუ კი მკვეთრად გაიზარდა ღმერთმა არქნას რაოდენობა დაინფიცირებულთა, რამდენად მზად არის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და კერძოდ ეს კლინიკა? ბატონო, თქვენ მოგეხსენებათ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა თავისი შინაარსით თავიდან ბოლომდე არის საუნივერსიტეტო კლინიკა, ის ეკუთვნის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და იქ განლაგებული იყო, ეხლა ვამბობთ, იყო, იმიტომ რომ მთლიანად არის გადართული უკვე COVID-19-თან ცხოვეთის მკურნალობაზე 14 დეპარტამენტი, 14 კათედრა უნივერსიტეტის
ხელმძღვანელობამ და განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს კანცლერს პროფესორ ზურაბ ორჯონიკიძეს საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან ერთად, აქ ლევან რატიანი, მისი კლინიკური დირექტორი ლალე ტურძელაძე, ფინანსური დირექტორი ბატონი მამუკა წაქაძე ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მოხდა ძალიან ძლიერი ფინანსური ნაკადის მიდინება სამედიცინო უნივერსიტეტის შიდა სახსრებიდან ამ კლინიკისკენ. იმდენად ძლიერი, რომ ჩვენ გვაქვს ახლა იქ უკვე 60 ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ძალიან ძლიერი რეანიმაციული განყოფილება 50-ზე მეტ საწოლია იქ. ამდენად ღმერთმა ნუქნას რეზერვები კიდევ არის, ამ დაავადების კიდევ უფრო მეტად გავრცელება, მაგრამ ერთი რამ უნდა წარმოვიდგინოთ კარგად, რომ ეს არის სასწავლო დაწესებულება, სადაც სტუდენტები კიდევ ერთხელ გეუბნებით კადიან კლინიკურ სწავლებას, რაც დღეს შეჩერებული, ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ დაავადება კიდევ უფრო მეტად გავრცელდება, კერძო სექტორს კიდევ უფრო მეტად აქტიურად მესმის, რომ ბევრ მათგანს არ სურს, თქვათ, ესე აქტიურად ჩაერთოს ამ დაავადებასთან ბრძოლის საქმეში და ამიტომ წინა ხაზზე სწორედ რომ სახელმწიფო კლინიკები არიან, მაგრამ ალბათ კერძო სექტორს მოუწევს კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს, იმიტომ რომ ამას ჩვენ მარტონი ვერ ავალთ, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებთ, ყველაზე ძლიერი რეანიმაციული ბაზა გვაქვს დღეს ქვეყანაში, სწორედ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ბატონ ზურაბ, შაბათს აღნიშნულ კლინიკაში რეანიმატოლოგების და ინფექციონისტების სამუშაო შეხვედრა შედგა. თუ არ ვცდები, ასეთი ტიპის შეხვედრა პირველი იყო ამ COVID-19-ის რეალობის პროცესში. რა განიხილებოდა? ეს შეხვედრა შედგა შაბათს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და სწორია, რომ ეს კლინიკა იყო არჩეული და საერთოდ ჩვენი უნივერსიტეტი, რომელიც მოგესალმებათ სამედიცინო განათლების ყველაზე ტრადიციული და ძველი უნივერსიტეტია, ამიტომ დღეს მოქმედი ექიმებისთვის, თქვათ, უმრავლესობისათვის, აბსოლუტური უმრავლესობისათვის ის ალმა მატერია და სწორედ აქ შეიკრიბნენ ინფექციონისტები, ჩვენი ქვეყნის ეპიდემიოლოგები, რეანიმატოლოგები და ამის ინიციატორი ამ კლინიკის დირექტორი პროფესორი ლევან რატიანი იყო. და სწორია, საუნივერსიტეტო სივრცე უნდა იყოს იმისათვის, რომ მოხდეს ყველაზე აქტუალური საკითხების განხილვა. მე არ ვარყოფთ მედიას, სოციალურ ქსელებს, მაგრამ პროფესიონალები ერთმანეთს საუნივერსიტეტო სივრცეში და საუნივერსიტეტო კლინიკაში უნდა ესაუბრებოდნენ და როგორც იცით და საზოგადოება ის იცით და ნახა ამ ბოლო დღეების განმავლობაში, გამოხმაურება ძალიან დადებითია, ძალიან ბევრ ამაზე შეჯერდნენ კოლეგები ერთმანეთთან საუბრისას, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა საუნივერსიტეტო კლინიკის არსებობის აუცილებლობას. ბატონ ზურაბ, და ბოლოს როგორ მიმდინარეობს თქვენი უფასო დისტანციური კონსულტაციების სერვისი? ჩვენ ერთ-ერთ ეთერში ვისაუბრეთ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, კლინიცისტები უფასოდ კონსულტაციას უწევენ მოსახლეობას. ჩვენ 6 აპრილიდან დავიწყეთ ეს კონსულტაციები, უფასო კონსულტაციები. ჩვენ შეიძლება დაგვიკავშირდეს ჩვენი მოსახლეობა ელექტრონული პოსტის საშუალებით, კონსულტაცია ძაღლუკა tsm.edu და ჩვენ გავცემთ, რა თქმა უნდა, ძალიან კვალიფიციურ, ჩვენი პროფესორები კვალიფიციურ პასუხს ამ შეკითხვებზე. კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ისინი დარჩენ შინ და სწორედ შინ დარჩენ და სწორედ ალბათ დარჩის სახშიც ნაცვლად უნდა სულ ვიმეოროთ დარჩის შინ, იმიტომ რომ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ზოგმა ჩათვალა დარჩის სახში, სხვის სახში და შეკრებებით და ასე შემდეგ. ამის დროც მოვა ჯერჯერობით უნდა დავჭეთ შინ და ისევე როგორც მინდა ჩვენ მოსახლეობას თქვენს ტელევიზიების მედიას ყველას მოუწოდოთ, რომ აი ამ დაავადების, აი COVID-19-თან ბრძოლის დროს შემოვიცურდა ქართულ ენაში ერთი სიტყვა პირბადე. პირბადე, რა თქმა უნდა, არა ნიღაბი, სამედიცინო ნიღაბი, ყველა ენაზე ესეა. ქირურგიული ნიღაბი, პირბადე, რაღაც აღიქმება, რა ვიცი, რაღაც რუდიმენტად თქვათ, ჩადრის, შეიძლება ისე ვთქვათ, ხუმრობით. ყოველ შემთხვევაში ამიტომა, რომ დაფარულია ხშირად დაინახავ პირი, მხოლოდ ამ ნიღბით და თქვათ, სხვირის სულთქავენ თავისუფლად, ხანდახან ეს ნიღაბი ნიკაპზეა, ხანდახან ნიკაპ ქვეშა მიდამოში, ასე რომ ყველა სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
გავაცუროთ უკან ეს სიტყვა როგორც შემოვაცუდეთ, პირბადე და დაუბრუნდეთ ისევ ნიღავს. ძალიან დიდი მადლობა. ერთ მომხსენებლება სულ 9 წუთის განმავლობაში მინდა მიმართო ჩემს კოლეგებს, ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, როგორც საქართველოში, ასევე მის პარკლებს გარეთ და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ნამდვილად დგას ჩვენი კურსდამთავრებულების მხრებზე და განსაკუთრებული პატივისცემა მინდა გამოვხატო ჩვენ იმ კურსდამთავრებულებს, რომლებიც დღეს ამშვენებენ მსოფლიოს, ევროპისა და მთელი მსოფლიოს შეერთებული შტატების წამყვან კლინიკებს. მათი რჩევები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიცი, რომ გარკვეული დაძაბულობა შეიქმნა რამდენიმე დღის წინ. მე ამას ხაზგასმით ვამბობ და მოუწოდებ ყველა ჩვენს პროფესორს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, თანამშრომლობისკენ ჩვენს კურსდამთავრებულებთან, რომლებიც აკეთებენ ძალიან დიდ საქმეს, თავიანთი რჩევებით და რჩევებიც არ იყოს ისინი რეალურ საქმეს აკეთებენ ჩვენი პროფესორების, ჩვენი ექიმების, ჩვენი სტუდენტების, სტაჟირების ავსტრიაში, ქალბატონი ირმა კვიცარიძე, გერმანიაში, ბატონი გიორგი გრიგოლია, არჩილ ლუნდილაშვილი შეერთებულ შტატებში, ზურაბ გურული, რომელიც ჩვენი მოწვეული პროფესორია და ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს ამერიკულ პროგრამაზე, ჩვენი ახალგაზრდა ამერიკელი კოლეგა, ჩვენი კურსდამთავრებული ბექა ბახტაძე, რომ რა თქმა უნდა შეიქმნას პლატფორმა სასაუბროდ, ეს უნდა გაცდეს სოციალურ ქსელს, იქნებ ტელევიზიასაც და კოლეგებმა უნდა ისაუბრონ ერთად სამედიცინო ენაზე, იმიტომ რომ როდესაც ლაპარაკობ ამას და სატელევიზიო ენაზე ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ იქ რაღაც ტერმინები ვთქვათ ისე, რომ იყოს მოსახლეობისთვის გასაგებად, მე ამ ტერმინების ტრანსფორმაციისას ხდება ის, რომ ხდება გაუგებრობა, მე ვთქვათ ისეთი რამეც გამოდევნება თითოეულ სიტყვაზე, დღეს ამის დრო არ არის. ძალიან დიდი მადლობა ყველას ჩვენს კურსდამთავრებულს, რომელიც ასე აქტიურად იბრძვის ამ უხილავი მტერის წინააღმდეგ. ძალიან დიდი მადლობა მადლო ზურაბ, კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ ვიყავით ჩვენი სტუმარი, ჩვენს კითხვებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ვადაჯგორია პასუხობდა. ახლა კი გვიერთდება აღნიშნული უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი პროფესორი ლევან რატიანი. ბატონო ლევან, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ასევე მადლობა მინდა მოგახსენოთ იმისთვის, რომ არასდროს გვეუბნებით უარს და ყოველთვის ხართ ჩვენი სტუმარი, თუნდაც ონლაინ. იმედია მოვა ის დრო, როდესაც სტუდიაშიც მობრძანდებით. ნუ პირველი შეკითხვა ლოგიკურია, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს თქვენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგესალმებით. როგორც გითხრათ, დღეს ყველაზე რამოდენიმე დღეა ჩვენი კლინიკა მეტნაკლებად დაწყნარდა. დაწყნარდა, იმიტომ რომ ნაკადების შემოდინება შემცირდა და მინდა გითხრათ, რომ არსებული პაციენტები, რომლებიც ჩვენ კლინიკაში მკურნალობენ, დასტაბილურდნენ და აქედან გამომდინარე ეს ფაქტი, რომ განსაკუთრებით რეანიმაციაში მწოლიარე პაციენტები მოგეხსენება თუ როგორი კრიტიკულები არიან, ხო? ყველაზე მძიმე პაციენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ამ ეტაპზე აღხსებობს, კოვირუსით ინფიცირებული, პოლიორგანული უკმარისობით ჩვენ რეანიმაციაში გადიოდა მკურნალობას. დღეს მინდა გითხრათ, რომ ყველა პაციენტი, რომელიც ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში წევს, მეტნაკლებად ვიტალური პარამეტრებით შენარჩუნებული ვართ და აქედან გამომდინარე ეს ძალიან გვახარებს, ასევე გვახარებს ის, რომ გავწერეთ დაახლოებით 4 ათეული პაციენტი, ველოდებით 11 ტესტ პირველ შემთხვევაში გვაქვს მიღებული უარყოფითი და დღის ბოლოსათვის განმეორებით ტესტირებებს ველოდებით და იმედია, რომ ხვალ დილისათვის კვლავ ჩვენ კლინიკას 11 პაციენტი დატოვებს. რა ვიცი, სიმართლე გითხრათ, დავიწყეთ შეგუება ამ ვირუსთან ერთად, რომ ვიცხოვროთ ამასთან ერთად. ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ ამ ვირუსმა შეწყვიტოს ბობოქრობა და აგრესიულობა და ჩვენმა ორგანიზმმა ისე გადალახოს, თუ ამ ვირუსით დავინფიცირდებით, მოსახდელი დაავადების მსგავსი რო გახდეს და ვისურვებ, რომ ძალიან მალე ეს მომენტი დადგება, რომ მთელ კაცობრიობას ამ ვირუსის წინაშე ასეთი აგრესიული ბრძოლა არ დაჭირდება. ალბათ დადგება მომენტი, როცა გაჩნდება საპროფილაქტიკო წამლები, ეგრეთ წოდებული ვაქცინები და თუ და გაჩნდება სამკურნალო საშუალებები, რომლებიც დასაწყის ეტაპზე მოახდენენ ვირუსის ელმინაციას. ბატონო ლევან, დაახლოებით 2 კვირის წინ იყავით ჩვენი სტუმარი და აი დღეს უფრო
ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და უფრო დაგვამშვიდეთ და უფრო რაღაცნაირად აი სიმშვიდე შემოიტანეთ. დიდი მადლობა ამისთვის. მე შემდეგ კითხვას დაგისვავთ. მოსაზრება გამოითქვა, რომ უნდა შეიცვალოსო გაიდლაინებიო, რაღაც ტაქტიკაში ცვლილებები უნდა შევიდესო. თქვენ როგორც კლინიცისტი, როგორც რეანიმატოლოგი, როგორ უყურებთ ამ ცვლილებას, ან რა ცვლილებაზეა საუბარი? თქვენის აზრით რა უნდა დარჩეს, რა უნდა შეიცვალოს? გეტყვით, დღეს შეიკრიბა ამასთან დაკავშირებული ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს და მისი ერთ-ერთი წევრი მეც გახლავართ. მოგეხსენებათ ბატონოთა, რომ ეს ვირუსი არის და მისი გამოწვეული პათოლოგია არის გლობალური, ხო? და პარალელურად არის დინამიური. რა იგულისხმება დინამიკაში, რომ ეტაპობრივად ხდება. შეიძლება ვიღაცა წერდეს სტატიას, რომ არ ვარ გასათვის წამალი, დადებითი ეფექტი მე მივიღეთ, მაგრამ მე და ეს მან მეორე წერდეს, რომ ამ წამლის ეფექტმა გამოჯამთელა პაციენტი, მაგრამ როდესაც კვლევის შედეგი იდება, შესაძლებელია ერთიც უარყოფილი იქნეს და მეორეც და აქედან გამომდინარე, ხო, დღესდღეობით ხო ფუფუნება ამ სამკურნალო საწამლო საშუალებებით, რომლებიც მოქმედებენ პათოგენეზურად ამ რგოლზე არ არსებობენ, ჩვენი სახელმწიფო პროტოკოლი დამყარებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლზე, ამიტომ ეს არ არის ხო ვიღაცის მიერ შეთხზული პოემა, ეს არის არსებული სამყაროში წამყვან ქვეყნებში, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღიარებს, მის ბაზაზე დაფუძნებული ადაპტირებული პროტოკოლი, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს გააჩნია. მე მინდა ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, უფრო სწორედ ჩემი კლინიკის მაგალითზე გითხრათ, რომ ჩვენ ამ ეტაპამდე დაახლოებით 1000-მდე საეჭვო შემთხვევა მივიღეთ. აქედან დაახლოებით 126 გახლავთ COVID ინფიცირების შემთხვევა. და სწორედ მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ამ პროტოკოლის მიხედვით ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორა და მულტიორგანული ჯგუფი ვარ შეკრებილი ბატონოთა რამ დაავადების ბრძოლასთან დაკავშირებით. დღეში ორჯერ ხვდებით დილის და საღამოს ბატონი კახა, ქალბატონი ელზა, იცით ხო, ეცენი გახლავთ თერაპიის კათედრის მიმართულებით პროფესორი, ქალბატონი ელზა, რომელიც არის ინფექციური ცნებათა კათედრის მიმართულებით პროფესორი, ყველა ჩვენი რიგითი ექიმი და ეპიდემიოლოგთან ერთად ვაჯერებთ ამ ჩვენ დანიშნულებას და ისე გავცემთ. ოღონდ ეს ჩვენ ასევე გვაქვს შიდა პროტოკოლი, რომელიც ასევე დაფუძნებულია სახელმწიფო პროტოკოლზე და ამ პროტოკოლმა გვაჩვენა, რომ ეს ჩვენი პროტოკოლი, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენ სახელმწიფოში არსებობს დღემდე, ეფექტურია და მოგეხსენებათ, მე რეანიმატოლოგი ვარ ხო და მინდა გითხრათ, რომ ბევრი სიკვდილი გვინახავს და სამწუხაროდ რეანიმატოლოგს, მაგრამ აი ახლა დღეს არის ჩვენ ცხოვრებაში ის ცხოვრება, რომ არც ერთი ლეტალური გამოსავალი არ გვინდა რომ გქონდეს. არც მაშინ არ გვინდოდა, მაგრამ ახლა ჩვენი ექიმები, ამ კლინიკაში მომუშავე ექიმები, ყველა სიცოცხლესთან მებრძოლები არიან, იმაზე 10-ჯერ მეტად ვინდა იყვნენ და სწორედ ეს შედეგი მივაღწევთ იმით, რომ გვაქვს მაღალი გამორჯამთელების ინდექსი და დაბალი ლეტალობა და მე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერს აკეთებს ჩვენი კლინიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის მასშტაბში არავის არ ეგონოს, მაგრამ ძალიან გვინდა რომ ვიყოთ პირველები და ამ პირობას შევასრულებთ, რომ ვიქნებით სიცოცხლის გადამჩენები პირველები ბჭყალებში თელ ქვეყანასთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან კიდევ ერთხელ იმისთვის, რასაც თქვენ აგაკეთებთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით და კიდევ უფრო დაგვაიმედებთ და კიდევ უფრო ასე ვთქვათ გაგვახალისებთ და მოგცემთ მომავლის იმედს. ლევან რატიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი იყო ჩვენი სტუმარი და ბოლოს გვიერთდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის პროფესორი ქალბატონი მაია ხერხეულიძე. ქალბატონი მაია, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი და თქვენთან პირველი კითხვა ასეთი მექნება. დაფიქსირდა უკვე ბავშვთა შემთხვევებიც მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, მაგრამ შედარებით სუბუქად მიმდინარეობს გვეუბნებიან პედიატრები. რაზეა ეს დამოკიდებული, ქალბატონო მაია? ძალიან საინტერესო კითხვა არის. მოგეხსენებათ, რომ მართლაც ყოველდღიურად იცვლება ინფორმაცია, ახალი ვირუსია და ჩვენც ამ ვირუსთან ერთად რეალურად ვწავლობთ ცხოვრებას, როგორც ბატონმა ლევანმა ბრძანა, მართლაც ესეა და თავიდან იყო ცნობილი, რომ თითქოს ბავშვებში დაავადება არ ხდებოდა, თუმცა შემდეგ უკვე ჩინეთში დაფიქსირდა შემთხვევები ბავშვთა ასაკში და დღესდღეობით ყველა ქვეყანაში, სადაც არის მართლაც ძალიან მაღალი
მოცვა და მაღალი ავადობის სიხშირე ბავშვთა ასაკის შემთხვევების შედარებით უფრო ნაკლებია. თუ ავიღებთ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკას, თქვათ არსებული შემთხვევების დაახლოებით 1.7% არის მხოლოდ ბავშვთა ასაკში, ანუ რა შემთხვევებიც არის, მხოლოდ 1.7% გვხდება ბავშვთა ასაკში. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბავშვთა ასაკში დაავადება გაცილებით უფრო მსუბუქად მიდის და ეს ნამდვილად თითოეული პედიატრისთვის არის ძალიან დამაიმედებელი და რა თქმა უნდა თითოეული მშობლისთვისაც დამაიმედებელი ინფორმაციაა, რასთან არის დაკავშირებული, ესეც ძალიან საინტერესო კითხვაა, თუმცა ამაზე ესეთი სარწმუნო პასუხი ჯერ ჩვენ არ გავგვაჩნია, არის ძალიან ბევრი ვერსია, არის ძალიან ბევრი ჰიპოთეზა, რატომ მიმდინარეობს ბავშვთა ასაკში შედარებით უფრო იოლად ინფექცია და ხშირ შემთხვევაში საერთოდ უსიმპტომათად შეიძლება წარიმართოს. ერთის მხრივ ეს რა თქმა უნდა ბავშვის ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია, თუმცა მეორეს მხრივ ბავშვს შესაძლებელია საერთოდ არ ჰქონდეს სიმპტომები და რეალურად ეს იყოს გადამდები და ვთქვათ ამან შექმნას გარკვეული პრობლემა. ხალხო მაია, აი აქვე მინდა რომ ჩაგეკითხოთ. ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ მოწყვლად ჯგუფებზე, ძალიან ბევრს საუბრობთ რისკ ჯგუფებზე. ხო, ეს არის ასაკი, ეს არის თანხლები დაავადებები, გულსიზრდაღვთა, ენდოკრინული, ონკოლოგიური, ასე შემდეგ. უშუალოდ ბავშვთა ასაკში თუ არსებობს, ბავშვებში თუ არსებობს რისკ ჯგუფი? კი ბატონო, ესეც საინტერესო კითხვა არის. რა თქმა უნდა, ბავშვებშიც არის გარკვეული რისკ ჯგუფები, თუმცა აქაც გამომდინარე იქიდან, რომ შემთხვევების რაოდენობა არის შედარებით ნაკლები, ჯერჯერობით აი ესეთი მტკიცებულების დონეზე ეს არ არის ცნობილი, თუმცა ერთი რამდვილად ცნობილია, ასაკის თვალსაზრისით 1 წლამდე ასაკი, ანუ ჩვილები და ახალშობილები, ეს არის ის ჯგუფი, რომელშიც დაავადება შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ასევე დღეს ფიქრობენ, რომ ის ბავშვები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, უხშირესად საუბრობენ კისტურ ფიბროზზე, ასევე ანუ ფილტვის ქრონიკულ ესეთ პრობლემაზე, როდესაც ხდება ჩვენ ფილტვის ქრონიკული პრობლემა, მასთან ერთად გულის დაავადებები, თანდაყოლილი მანკები და ასე შემდეგ, რომელიც არა მარტო თქვათ კორონავირუსული ინფექცია შეიძლება უფრო მძიმედ წავიდეს, არამედ ნებისმიერი გენეზის ვირუსული ინფექცია, როდესაც სხვა ორგანული პათოლოგია შეიძლება შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს, არის გარკვეული მოსაზრებები ბავშვებთან დიაბეტის შემთხვევაშიც, რომ შეიძლება ინფექცია იყოს უფრო მძიმედ მიმდინარე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შემთხვევების რაოდენობა ძალიან ცოტაა და შესაბამისად არ არის დაგროვილი საკმარისი ინფორმაცია, ჯერ ეს მტკიცებულების დონეზე არ არის აყვანილი და უბრალოდ დავბრუნდები ერთი წუთით ისევ მიზეზებზე, რატომ შეიძლება რომ ბავშვთა ასაკში შედარებით უფრო იოლად მიმდინარეობდეს. რამოდენიმე ჰიპოთეზა არსებობს. ერთ-ერთი ეს არის, რომ თქვათ ის რეცეპტორები, რომელიც აუცილებელია რომ შეიჭრას ვირუსული ინფექცია თვითონ ორგანიზმში რა რეცეპტორსაც უკავშირდება, საუბარია რომ ბავშვთა ასაკში შესაძლებელია ამ რეცეპტორებით უფრო თქვათ კარგად იყოს წარმოდგენილი ზედასასუნთქი გზები, ვიდრე ქვედასასუნთქი გზები და ამიტომ ბავშვებში შესაძლებელია რომ ინფექცია სწორედ ზედასასუნთქი გზებით შემოიფარგლოს. მეორე ვერსია ეს არის რომ ბავშვებში ისედაც ხშირი არის ვირუსული ინფექციები, ანუ მოგეხსენებათ რომ ჩვენ ხშირად ვეძახით ხოლმე ამას სოციალიზაციის დაავადებებს. ანუ მიდის ბავშვი ბაღში, მერე სკოლაში და ამ პერიოდში, როდესაც მას აქვს შეხვედრა უამრავ სხვადასხვა ადამიანთან, ამ შემთხვევაში ხდება თქვათ სხვადასხვა ვირუსული ინფექციის ადვილად გადატანა და ყველა ამ ვირუსულ ინფექციას ბავშვის ორგანიზმი ებრძვის და სწორედ ფიქრობენ რომ აი გარკვეულწილად აი ეს ხშირი ინფიცირება და ის რომ იმუნური სისტემა გარკვეულწილად არის რაღაცა ზაობაში, საომარ მზაობაში იმისთვის რომ ახალ ინფექციას ებრძოლოს, ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი. გარდა ამისა, თქვათ შეიძლება მიზეზი იყოს ისიც რომ საერთოდ იმუნური სისტემა ბავშვის და მოზრდილის სხვადასხვანაირად პასუხობს ვირუსულ ინფექციას და სხვადასხვა რეაქცია არის ვირუსულ ინფექციაზე. ამიტომ ვერსიები ძალიან ბევრია, თუმცა ჯერჯერობით თქვათ არც ერთი მათგანი საბოლოოდ დადასტურებული. რა თქმა უნდა, ამას ალბათ ყველაფერს გამოცდილება, დრო და კვლევები გვაჩვენებს და ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ და მოკლედ რომ მიპასუხოთ, იმიტომ რომ დროში ვართ შეზღუდულები. ქალბატონო მაია, იმუნიზაციაზე ძალიან ბევრი კითხვა ისმევა. მათ შორის მეც მეკითხებიან, რომ აი ბავშვს გეგმიური აცრები გაუკეთოთ თუ არა, იმიტომ რომ ამ დროს იმუნიტეტი ქვეითდება და უფრო დაუშვათ ესეთი სამიზნე არ გახდეს COVID-19-ისთვის. თქვენ რა რჩევას მიცემთ მშობლებს?
ერთ მნიშვნელოვნად გეგმიური აცრები უნდა გაგრძელდეს. ეს არის ყველა ქვეყნის რეკომენდაცია. ეს ნამდვილად რეკომენდაცია არის, ანუ ამას მოგვიწოდებს ნებისმიერი, ვთქვათ, საერთაშორისო იქნება ორგანიზაცია თუ მათ შორის ჩვენი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. გეგმიური აცრები უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ჩვენ სხვა შემთხვევაში ბავშვს ვაყენებ რისკის ქვეშ, რომ მან გარდა იმისა, რომ ვთქვათ, არის დღეს ესეთი მდგომარეობა, მას შეიძლება სხვა მძიმე ინფექციები შეხვდეს და მძიმე ინფექციები გადაიტანოს. იცით, არსებობს გარკვეული მოსაზრებაც, რომ ესეც იყო ერთ-ერთი ჰიპოთეზა, რომ გარკვეული ვაქცინები შესაძლებელია იცავდნენ კიდეც ჯვარედინად კორონავირუსისაგან. ესეც არის ჰიპოთეზის სახით და რა თქმა უნდა ეს არ არის დადასტურებული. ამიტომ გეგმიური ვაქცინაცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ერთადერთი რაც არის, ალბათ მიზანშეწონილია, რომ შევთანხმდეთ ჩვენ ექიმთან, რომელიც ახდენს ვაქცინაციას, რომ მივიდეთ ისეთ დროს, რომ არ გქონდეს კონტაქტი სხვა ადამიანებთან, რომ დავიცვათ სწორედ სოციალური დისტანცია და ამ თვალსაზრისით ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვაქცინაცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაია, დაგემშვიდობებით, გმადლობთ რომ იყავით ჩვენი სტუმარი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის პროფესორი მაია ხერხეულიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ჩვენი დროც ამოიწურა, ასეთი იყო დღის ქრონიკა COVID-19 ოთარ დაატიშვილთან ერთად. დღის ქრონიკა ხვალ ჩვეულ დროს დაგიბრუნდებათ. დიდი მადლობა.